კრემლში განხეთქილება ძლიერდება. რუსეთის ელიტა ომისა და ცენზურის წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ ვლადიმირ პუტინი ამას ყურადღებას არ აქცევს. ამიტომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობს აბრძნობინოს მას, რომ სიტუაცია კონტროლიდან შეიძლება გამოვიდეს. ამაზე დღეს წენს გამოცემა Washington Post-ი, რომელმაც გაანალიზა რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის საჯარო და არასაჯარო განცხადებები და რეაქციები. და ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ვლადიმირ პუტინის გარემოცვა სულ უფრო მეტად გამოდის მის და მისი მეთოდების წინააღმდეგ. და მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ Washington Post-ი ერთადერთი არ არის, ვინც ამაზე წერს. ადრე უკვე მოგიყევით ამ YouTube არხზე ევროპული დაზვერვის ანგარიშის შესახებ, რომელიც ამტკიცებს, რომ ომის გარშემო ვლადიმირ პუტინს მკვეთრად გაუძლიერეს დაცვა აჯანყების ან თუნდაც სახელმწიფო გადატრიალების შიშის ფონზე. მე მქვია ალექსეი ბეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიქეთ და დაწერეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი შემოწირულობით ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით. Или по QR-коду на ваших экранах, или же с помощью спонсорства на... საერთოდ თუ ეს გამოშვება თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება, გამოშვების ბოლოს გხოთ ხარი დაუჭიროთ ჩვენი YouTube არხის მუშაობას თქვენი შემოწირულებებით. მოკლედ, Washington Post დღეს წერს, რომ კრემლში რეალური განხეთქილება. სულ უფრო მეტი ნიშანია იმისა, რომ კრემლის უმაღლეს ეშელონებში განხეთქილება. ჩინოვნიკები უკმაყოფილონი არიან უკრაინის წინააღმდეგ ომით, ეკონომიკურ პრობლემებით და შეზღუდვების გამკაცრებით, განსაკუთრებით ინტერნეტში. და აი გამოცემა Washington Post მაშინვე მოჰყავს მაგალითი. როდესაც ყოფილი რუსი ადვოკატი და Z პროპაგანდისტი ილია რემესლო ამ წლის მარტში პირველად გამოვიდა ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ, საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი უნდა გადადგეს და პასუხისგებაში მიეცეს. როგორც სამხედრო დამნაშავე და ქურდი, რუსეთის ხელისუფლებამ სწრაფად დააკავა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაგზავნა სანქტ-პეტერბურგში. ეს ილია რემესლო მართლაც მრავალი წლის განმავლობაში ვლადიმირ პუტინს ყველანაირად ეპირფერებოდა. აყოლებდა რუსეთის კრემლის პროპაგანდას, გამოდიოდა ნავალნის წინააღმდეგ ომის მხარდასაჭერად და ასე შემდეგ. Казалось бы, ну ничего необычного. ვლადიმირ პუტინის რეჟიმი ყოველთვის ასე ექცევა თავის კრიტიკოსებს და ოპოზიციას. კრემლი ასეთ ადამიანებს ყოველთვის ციხეებში ალპობს ან უბრალოდ ანადგურებს. ილიას რემესლო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაგზავნეს. მაგრამ უცებ რაღაც უჩვეულო მოხდა. პროპაგანდისტი რემესლო 30 დღის შემდეგ გაათავისუფლეს. და ეს ილია რემესლო აცხადებს, რომ რუსეთში დარჩება და ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ საჯარო ბრძოლას გააგრძელებს. შემდეგ კი ციტატას მოვიყვან Washington Post-და. როდესაც რუსეთის ელიტაში ბზარები ჩნდება უკრაინის წინააღმდეგ ომის, რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობის გაუარესებისა და რეპრესიული შეზღუდვების, მათ შორის ინტერნეტზე ცდომის შეზღუდვის გამო, პროპაგანდისტის რემესლოს პოზიციის ცვლილება და მისი გაგრძელებული ღია დაუმორჩილებლობა მიუთითებს უფრო ფართო განხეთქილებაზე კრემლის უმაღლეს ეშელონებში. უკმაყოფილების მასშტაბები კოლოსალურია, განაცხადა რემესლომ ინტერვიუში Washington Post-თან. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ სისტემის ნაწილი უკვე იწყებს მუშაობას პუტინის წინააღმდეგ. ფაქტობრივად ეს გავს იმას, რაც მოხდა საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლოს, როდესაც ხალხი ზულდა კომუნისტური სისტემა და ყველაფერს აკეთებდა მის გასაუქმებლად. პუტინის რუსეთი იმავე გზას დაადგება, რასაც საბჭოთა კავშირი. ყველაფერი მეორდება, თქვა რემესლო. აქ ღირს დამატება, რომ სახელმწიფო სოციოლოგიური კომპანია ვციომის მონაცემებით ბოლო კვირებში პუტინის რეიტინგი დაეცა ყველაზე დაბალ ნიშნულზე, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში 2022 წლის თებერვალში. და რაც საინტერესო, ამ ინფორმაციის შემდეგ ვციომი 2 კვირა საერთოდ არ აქვეყნებს ვლადიმირ პუტინის რეიტინგის მონაცემებს. და დიდი ალბათობით ამ რეიტინგებს ჩვენ ვეღარ ვიხილავთ. და აქ Washington Post წერს, რომ პროპაგანდისტ ილია რემესლოს უკან სინამდვილეში სერგეი კირიენკო დგას. ეს არის ტექნოკრატიული კრემლის პირველი მოადგილე, რომელიც რუსეთის პოლიტიკურ აპარატს კურირებს. და სწორედ ეს ფთა კირიენკოს ხელმძღვანელობით ღია კონფლიქტში შევიდა ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურთან, FSB, სადაც ვლადიმირ პუტინმა თავისი კარიერა ააგო. მიჩნეულია, რომ ინტერნეტის დაბლოკვის უკან რუსეთში სწორედ სპეცსამსახურები დანა, რომლებიც შიშობენ, რომ ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას პუტინის დევნისა და ანტისამთავრობო ოპოზიციის მობილიზებისთვის.
მაგრამ მეორე მხრივ ეს უკვე პროტესტს იწვევს. და Washington Post-ი პროპაგანდისტ რემესლოს სიტყვებზე დაფნობით წერს, რომ FSB და ცალკე პუტინის ადმინისტრაციის პოლიტიკური ფრთა სერიოზულ კონფლიქტში არიან. Washington Post-ი მიუთითებს, რომ გამწვავებული დაპირისპირება ნოემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ახსენებს კრემლში ძალაუფლებისთვის ბრძოლას ბორის ელცინის 1996 წლის ხელახალ არჩევნამდე. მაშინ მკაცრი ხაზის ხარდამჭერებით ცდილობდნენ ელცინის ხელისუფლებაში დარჩენას, საომარი მდგომარეობის შემოღებით და არჩევნების გაუქმებით ან გადადებით. იმ დროს უფრო პროგრესული რუსი ოლიგარქების კლასი ცდილობდა უბრალოდ დაეფინანსებინა ელცინის საარჩევნო კამპანია. ჩაედო ბევრი ფული და შემდეგ უბრალოდ ეკონტროლებინა იგი. და გარკვეულწილად ისტორია ახლა მეორდება. აი სწორედ ის კირიეკო და მისი გუნდი ცდილობენ დაარწმუნონ ვლადიმერ პუტინი, რომ მას შეუძლია ქვეყნის მდგომარეობის კონტროლი პოლიტიკური ტექნოლოგიების საშუალებით. ხოლო მეორე სამსახური FSB ცდილობს დაარწმუნდინი, რომ რუსეთის მდგომარეობის დასტაბილურების ერთადერთი გზა სასტიკი მეთოდები და კონტროლის გამკაცრება. გარდა ამისა, როდესაც უკრაინული უპილოტოები სულ უფრო ღრმად აღწევენ რუსეთის ტერიტორიაზე, წვავენ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებსა და ტერმინალებს, წვავენ პორტებს. ამას გარდა ამ კვირაში რაკეტებიც 1000 კილომეტრზე დაიწვეს ფრენა. უფრო მეტიც უპილოტოებმა დააზიანეს კიდევ ერთი მრავალსართულიანი შენობა, სულ რაღაცა 1,5 კილომეტრში კრემლიდან. ამ ყველაფრის ფონზე საზოგადოებრივი შფოთვა იზრდება და როგორც ჩანს, პუტინი პირადი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. რუსები კი რა თქმა უნდა სულ არ ანაბლებს. ევროპის სადაზვერვო სააგენტოს ანგარიში ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინის ფედერალურმა დაცვის სამსახურმა მარტის დასაწყისიდან პრეზიდენტის გარშემო უსაფრთხოების ზომები მნიშვნელოვნად გაამკაცრა. როგორც ჩანს, შიშობენ, რომ ვლადიმერ პუტინი შეიძლება გახდეს დრონების თავდასხმის სამიზნე, მათ შორის რუსეთის ელიტის წარმომადგენლების მხრიდანაც. იქ შიშობენ, რომ დრონით თავდასხმა შეიძლება უბრალოდ უკრაინულ თავდასხმად იყოს წარმოდგენილი, თუმცა რეალურად ის რუსეთის შიგნით არსებული პოლიტიკური ელიტების მიერ იქნება განხორციელებული. ევროპული დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, ფედერალურმა დაცვის სამსახურმა გაამკაცრა უსაფრთხოების შემოწმებები პუტინთან მისულ პირებზე, ხოლო მასთან მომუშავე პირებს ეკრძალებათ ინტერნეტთან დაკავშირებული მობილური ტელეფონების გამოყენება და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. იმავე ანგარიში აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინი სულ უფრო ხშირად მართავს რუსეთს დაშორებული მიწისქვეშა ბუნკერებიდან და ბოლო დროს საჯარო ვიზიტების რაოდენობა შეამცირა. მოსკოვში კავშირის სისტემების პერიოდული გათიშვები ნაწილობრივ ვლადიმერ პუტინის უსაფრთხოების შიშს უკავშირდება. დეკემბერში, მას შემდეგ რაც მოკლეს რუსეთის მაღალი რანგის გენერალი ფანილ სარვაროვი, უსაფრთხოების ჩავარდნივი ზომების გამო ურთიერთკრიტიკა გაჩაღდა. ევროპული დაზვერვის ანგარიში ცალკე იხსენიება რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტს იკავებს. აღნიშნულია, რომ კრემლში მას განსაკუთრებულად აკვირდებიან, რადგან მას სამხედრო სარდლობაში მნიშვნელოვანი გავლენა აქვს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის რისკთან თან არის დაკავშირებული. საკითხი იმაშია, რომ შოიგუს თითქმის მთელი გარემოცვა, რომელიც კორუფციაშია დადანაშაულებული, დააკავეს. შოიგუ შეიძლება ეშინოდეს, რომ შემდეგი თავად იქნება და ამიტომ შეიძლება წინასწარ იმოქმედოს. თუმცა ამ გამოშვების დასასრულს ვიტყვი, რომ არ არის გამორიცხული კრემლმა სწორედ ამ პროპაგანდისტ ილია რემესლოს გამორიყენოს რუსეთში ოპოზიციის ილუზიის შესაქმნელად. სინამდვილეში კი ის უბრალოდ კრემლის მარიონეტია უნეტია. აქცენტილებს დავაყენებ თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ნებისმიერი შემოწირულობით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. მადლობელი ვიქნები ნებისმიერი თქვენი მხარდაჭერისთვის. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბუმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.